ხეცაძე შავშან საქართველოს ჩემპიონი იყო ამ ზონაში, ოღონდ ჭამუგებში. ისიც ახალი გადმოსულია ამ ახალ ასაკობრივ კატეგორიაში. ახალქალაქელები ამით ამთავრებენ ფინალებს ახალგაზრდებში, მათ ეხლა იმ მომენტისთვის აქვს ერთი ბრინჯაო და ერთი ვერცხლი. უკუ არ აქვს, ქუთაისს აქვს ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო აქვს და ხეცაძეა გყავთ ფინალში და თუ არ ვცდები კიდევ ერთი სპორტსმენი ლუკას ანდოძე. 86 კილოგრამში. საინტერესო ბრძოლა არის საკმაოდ კარგი შტაბის-დილება დატოვა. გუშინ აივაზიანმა და ხეცაძეზე მოგახსენებთ ევროპის ჩემპიონატების ორგზის პრიზიორი. ესეთი აგრესიული შემტევი არის აივაზიანი. ნახოთ ოსტატობა რამდენად ეყოფა ხეცაძის წინააღმდეგ. ხეცაძემ ესეთი მიხდომები არ იცის. ესე კარგად საფუძვლიანად ამზადებს ხოლმე შეტევას. ქუთაისელმა შემდეგ კარგად იმუშავა მარცხენა ხელით. ყველაფერი მოიგერია, ყველაფერი აივაზიანმა. შემდეგ მიწვდა მარცხენა ხელით სახეში, ძილები დარტყმა არ იყო, მაგრამ გავიდა. მოაწყა მარცხნიდან ხეცაძემ. შემდეგ სადა აბერგოდი მოუჯენა ამოაწყა სიძლიერად. მაინ პირველი ისეთი მიხდომის მძაფრი შეტევის შემდეგ ცოტათი დაწყნარდა აივაზიანი, აღარ აძლევს ამის გაკეთების საშუალებას ფეიზე, იმიტომ რომ იგერიებს. ახლო ბრძოლა. კარგად იმუშავა დაცვაში ქუთაისელმა. შემდეგ თავად შეუტია. მაცხელა პირდაპირ გავიდა ხეცაძის. ძირითადად დავითმა
არბუშის შეტევები, თუმცა აღნიშნავს, რომ მაშინ ილევა თავის ხუთში კონდეს ესეთი არ დაყენებული დარტყმა აქვს აიოზიანსთან ნებისმიერ შემთხვევაში სახიფათო თუ იქნება ეხლა ნახოთ საჯების შეფასებები შეცაძეს თითქოს უფრო მეტი დარტყმა ქონდა. გაიყო ხმები არა 2 შეცაძეს და 3 აიოზიანსში. მაგრამ საჯებზე აიოზიანის ისეთი უფრო შემდეგმა სტილმა დაიმსახურა ყურადღება ყოველ შემთხვევაში თანაბარი ბრძოლა და ჯერებს ვიტყვით. ალბათ მეორე რაუნდის შემდეგაც არაფერი არ იქნება გარკვეული, თუმცა ფრენზაძემ უნდა მოუმატოს, აი ესე წააგო 3-2 წინა ბრძოლა გაგუამ და შემდეგ მეორე მიაყოლა 0-5 და ფაქტიურად წაგებული იყო და ეხლა უნდა გააქტიურდეს დავით ფრენზაძე მეორე რაუნდის მოგება ჭირდება მას. ალბათ 3-2 მაინც. მინიმალური უპირატესობა აქვს აიოზიანს. აფრთხილება აიოზიანს თავის სულად ხმა თავის ამორტყმისთვის. ეს ათანაბებს სიტუაციას კი არ პირიქით 3 საჭთან გათანაბდა და 2 საჭთან წინ არის ფრენზაძე. კარგად შეუტია ეხლა აიოზიანმა დიბატონო. გამოვიზრდა ფრენზაძე და საჭსაც დროულივე ეგირება ქონდა ეხლა ბატონ დავითს. თითქოს მოიპოვა უპირატესობა ფრენზაძემ, მაგრამ ბოლო ეპიზოდში ისევ შეუტია აიოზიანმა. მეორე გაფრთხილება. აიოზიანს დიდხანს იყვნენ ერთმანეთზე თუ აცდები ორივე მიიღო ეხლა გაფრთხილება. ნახავთ მალე დასრულდება რაუნდი. კარგად იმოძრავა ფრენზაძემ. შემდეგ შეტევაში ისევ შედეგიანი იყო აიოზიანი. ბოლო წამები მეორე რაუნდის ესეთი გაზაბული ბრძოლა გამოვიდა ველოდებით შეფასებებს გაფრთხილებებით 2-1-ია თუ არ ვცდები თუ 2-0-ია ხო 2-1-ია ეს შანსს უტოვებს 18-17 ხუთივე საჭთან იგებს ფრენზაძე ერთი თუმცა ერთ საჭთან აქვს მოგებული 19-16 და დანარჩენთან აქვს ერთი ქულით იგებს რაც შანსებს უტოვებს. მარტო აიოზიანს. გაფრთხილება რო არ მიიღო, მაშინ 1-0 იქნებოდა ფრენზაძის სასარგებლოდ, ერთი გაფრთხილებით მეტი გქონდეს
ნაკლები უხონდეს აივაზიანს, მაშინ 4-თან იქნებოდა ფრე. ჯერჯერობით თან გადაწყვეტილი არ არის. არაფერი. და ორი გაფრთხილება აქვს თან აფიშ აივაზიანს, მესამე გაფრთხილებაზე დისკვალიფიკაცია მოიხსენებათ. საინტერესო მესამე რაუნდი გველის. საცმელი აქვს შესაბამისი ახლა აივაზიანს. აღარ გამოიცხული და მოსალოდნელიც აიღო ზოგიერთ საშთან საბოლოო შეფასება ფრე იქნება და შემდეგ ორიწყული დაწმა ქონდა ახლა მხეცაძეს მარჯვენა მარცხენა ამაზე სუფთა მოგებას იძლევიან სხვა სახეობაში მოატყა ეხა აივაზიანმა ისეთი გრძელი უკროსი მარჯვნიდან საკმარისი არ იქნება რაუნდის მოსაგებად. ბოლო წუთი უნდა იყოს, წუთზე ნაკლებია დარჩენი. ისეთი მძიმე მჭიდრო ბრძოლა იყო თავის გაფრთხილებებით. შეტევა მოიგებია ხესაძემ ერთ-ერთი ბოლო შეტევა კი ბატონო პირველი ზუსტი იყო შეიძლება მეორეც ეს ბოლო მონაკვეთი მოიგო აივაზიანმა კიდევ ერთი მარცხენა პირდაპირი და გონგი რომადეს გაფრთხილება ვერ გეტყოდით მოიგო ეხა თუ არ ვწდები შეინარჩუნოს მხეცაძე აი მე ვთქვიან უპირატესობას თუმცა ნახოთ თუმცა აქტიური ნამდვილად იყო აივაზიანი მესამე რაუნდში თუმცა დაწყებები ჰქონდა კარგი დამცველია საერთოდ მხეცაძე დაწყების უმეტესობა აიცილა ხბევი გორილაპარაკოთ მალე გამოცხადდება გამარჯვებული დავით მხეცაძე თუ არტუშ აივაზიანი განსხვავებული გადაწყვეტილებაა. წითელი კუთხე დავით მხეცაძე. გაკვირვებულია აივაზიანი, ნახოთ ამ შეფასებები. 4-საც მიუცია მხეცაძისთვის და საბოლოო ჯამში 4-0 გამოვიდა ანგარიში 1-თან ფრეარი. 29-25-28-26 და 1-27-27 4-0 მხეცაძე.
საბოლოო ჯამში იმ გამთხილების გარეშეც იგებდა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა მხეცაძე ახალქალაქმა დაასრულა ჭამუკების ჩემპიონატი, ახალგაზრდების 2 ვერცხლის მედლით და 1 ბრინჯაოთი. თუმცა იქ ფინალებში მათ უფრო დიდი წარმომადგენლობა აქვთ კაცებში, ქუთაისელებს აქვთ ეხლა აი ამ მომენტისთვის 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯა. და კიდევ ერთი ფინალისტი ყავთ 86 კილოგრამში. ეხლა დაჯილდოებების ბლოკია. შემდეგ გვექნება 4 ბოლო ფინალი. მათ შორის უახლოესი გიგი თირქიახობი და რევას სიგლაქაძე ზესტაფონი 80 კილოში.